ახლა ვიწყებ ბიოპრეპარატებისათვის საჭირო არის მომზადებას. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, პერლოვკა. ჩვეულებრივი პერლოვკა, რომელიც საკუთში ხმარება და რომელიც პერლოვკის ფაფის გასაკეთებლად მოიხმარება, აი სწორედ ის გვჭირდება. ეხლა რატომ მაინცსა და მაინც პერლოვკა? იმიტომ რომ ის საუკეთესოა და ყველა იმ ბიოპრეპარატისათვის, რომელსაც მე ვიყენებ, ეს სრულიად საკმარისი საკვები წყაროა. თან მინიმალური შანსია აქ სხვა ძლიერი პათოგენის გამრავლების. პერლოვკა პირველ რიგში უნდა გაჯირჯვდეს. ბიოპრეპარატები, რა თქმა უნდა, სხვა რამეზედაც შეიძლება ვაწარმოოთ, ვთქვათ, იგივე კარტოფილის ნახარშიდან დაწყებული, მაგრამ პირველად ვინც აკეთებს უფრო სწორად, მისთვის პერლოვკა ჯობია ჯერ ერთზე მოვახერხოთ გამოყენება. საკვები არის, მერე შეგვიძლია სხვაზე ჩემგან დამოუკიდებლად გადახვიდეთ. ეხლა რაღაც რაოდენობა პერლოვკის უნდა ჩავყარო აგერ ბანკაში, შემდეგ ის უნდა გავრეცხო, ახლა დროშლაკზე გარეცხოს ნამდვილად არ გაყურებინებთ. როგორც საჭმლის მომზადების წინ, ასევე ფაფის მომზადების წინ ის უნდა გაირეცხოს და შემდეგ რაღაც რაოდენობა წყალში უნდა იქნეს დატოვებული 12 საათი. პერლოვკა იმით ჯობია ხორბალს, იქნება ბრინჯი თუ ნებისმიერი სხვა მარცვლოვანი, იმიტომ რომ ხარშვა აღარ ჭირდება, უბრალოდ გაჯირჯვება სრულიად ყოფნის, რომ მერე აი ამ ბიოპრეპარატებში არსებულმა სოკოებმა შეაღწიოს მარცვლის შიგნით. მაშას ესე იგი პერლოვკა მე გავრეცხე დროშლაკზე, მტრის ძირითადი ნაწილი მოშორდა. ეხლა მას დავამატე წყალი, საკმაოდ გაჯირჯვდა, სხვათა შორის დონე მაიწია. წყალი დამატებული აქვს. ეხლა არაა სავალდებულო, რომ ეს წყალი გამჭვირვალე და გამკამა იყოს, პერლოვკიდან ყოველთვის არის რაღაც მინერალები. ეხლა წყალი ცოტა დავამატე, რომ პერლოვკა კიდევ უფრო მეტად გაჯირჯვდეს და ეხლა ამას მოვათავსებ თბილ ადგილას. ეხლა აი აქ რაში არის საქმე? ეს ერთი გარეცხვა საკმარისი არ არის. გასტერილების წინ აუცილებელია კიდე ერთხელ გარეცხვა, რომ ზედაპირზე არსებული სახამებელი მოშორდეს, იგივე კრახმალი, რომ არ შეწებდეს სტერილიზაციისას, რომ მარცვლები დარჩეს ცალ-ცალკე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეწებება არ მოხდეს. მაშასე პერლოვკა გაჯირჯვდა. თუ გახსოვთ, ნახევარზე ნაკლები იყო და ეხლა უკვე თითქმის მთლიანად არის სავსე. აი ეს შიგ ცოტა წყალიც არის, ჯერ კიდევ. მაგრამ ეხლა რაც თავარია, რა უნდა გავაკეთო? დროშლაკზე ეს ისევ კიდევ ერთხელ უნდა გავრეცხო, რომ ეხლა მოშორდება სწორედ ამას ზედმეტი სახამებელი ზედაპირიდან. ისე წინა გარეცხვაზე არ მოშორდებოდა. აი ახლა ამას მე კიდევ ერთხელ დროშლაკზე გავრეცხავ, დროშლაკზე უწოობას აღარ გაჩვენებთ ვიდეოში. გარეცხვის მერე გადავანაწილე ორ ნაწილად. ახლა რომ არ გამერეცხა, იმდენი სახამებელია ამის მარცვლების ზედაპირზე, მერე ერთმანეთს შეაცხობოდა, როცა გასტერილებას დავიწყებდი. ეხლა ესენი ერთმანეთს ერთ ბანკაში უკვე აღარ ჩაეტია ერთმანეთს დაშორებული მარცვლები, გავანაწილე ორში. ამის მერე დავახურავ ფოლგას მჭიდროდ და შევდგავ ჩვეულებრივ ღუმელში გასასტერილებლად. აგერ თავი უკვე დავახურე, სანამ დავახურავდი, ცოტა წყალი ჩავასხი, ძალიან ცოტა, სადღაც 10 მილილიტრი, მეტი არა, ძირზე, რომ ეს წყალი საჭიროა, ძირზე რომ არ მიეწვა სტერილიზაციის დროს. ეხლა რაც შეეხება სტერილიზაციას. გამ ესეთ ელექტროღუმელში
რომელსაც ვაყენებ ტემპერატურას 180 გრადუსზე. ერთი შევდგი. ეხლა მეორე. ეს გრძელი დესერტის კოვზიც გასტერილდეს სპეციალურად ამისათვის ამაქვს და ახლა რაღაც დრო გადის, რა თქმა უნდა, სანამ 180 გრადუსს მიაღწევს. ნახევარი საათი მაინც ჭირდება და მე ამიტომ დავაყენებ 90 წუთზე, რომ სადღაც საათნახევარი, არა, მაგრამ 1 საათი ნამდვილად იქნება შიგ 180 გრადუსი. ეხლა ჩავრთე და დავაყენე 90 წუთზე. აბატონო, მაქსიმუმზე 90 წუთზეა დაყენებული. ეხლა ეს აქ უნდა იყოს 90 წუთის განმავლობაში, მერე გამოვიღებ, როდესაც ოთახის ტემპერატურამდე გაცივდება. ის ფოლგები არსად არწავა არ გაიქცევა. ისინი ხელშეუწყობს, რომ სტერილურად იქნეს შენახული გარკვეული დროის განმავლობაში. გავიდა 90 წუთი, შემდეგ გამოვირთო ღუმელი და კიდევ 1 საათი ვაცალე, რომ გაცივებულიყო ყველაფერი. სტერილიზაციის პროცესი დამთავრებულია. ეხლა აი ამ ქილებში არის სტერილური საკვები არის, რომელზედაც შეიძლება გავზარდოთ ტრიქოდერმა იქნება ეს, მეტარიზიუმი თუ ბოვერია ბასიანა. ეხლა რა შეიძლება გავაკეთოთ? ჯერ ერთი თავად ამ ქილებში გავუშვათ ეს სოკოები, მაგრამ ქილა ორია. კოვზი იმისათვის ამაქვს, რომ ის კოვზი სტერილურია და ამ სტერილური კოვზით სტერილურ კონტეინერებში შეიძლება აი ამ სტერილური არის გადაყრა ისე, რომ სტერილობა არ დავარღვიოთ. ეხლა ცოტა ხანში ამას გავაკეთებ.